დემარცემლობებულად წარმოსვა. შემოძვირფასო გიორგი. ეს რჩევა მე მივეცი მამაშენს და მთელი ჩემი დარჩენილი სიცოცხლის მანძილზე ვილოცებ მისი სულისთვის, მაგრამ ახლა ვერ შევძლებ ზედიზედ 40 ლიტურგიის დაყენებას, რადგან ცოლი მყავს ავა, ასე რომ სხვა მღვდელი უნდა ეძებო. მაგრამ გიორგი მყავს გააგრძელა დაჟინებული თხოვნა, რაც იცოდა მისი კეთილგზავნილი ცხოვრების შესახებ და ბოლოს მღვდელი დათანხმდა. იგი სახლში დაბრუნდა და თავის ცოლიშვილს უთხრა, აუცილებლად უნდა დავაყენო 40 ლიტურგია კეთილგործუნე ქრისტიანის დიმიტრის სახელზე. ამიტომ 40 დღე უნდა მელოდებით წმინდა მოციქულების ტაძარში დაუბრუნდებით. და სადაც ტაძარი ჰქონდა, ეგ ჰქონდა ოთახი და ერიას და მთელი 40 დღე გაატარა ტაძარში. მან მთელი მოშურნეობით დაიწყო საღვთო ლიტურგიების აღსრულება. 59 ლიტურგია დაუკვირვებლად, 59 ლიტურგია დაუკვირვებლად აღასრულა. მე-40 კვირა დღეს, მე-40 კვირა დღეს უწევდა, მაგრამ შაბათ საღამოს მამა დიმიტრის ძლიერი კბილის ტკივილი დაიწყო და იძულებული გახდა სახლში დაბრუნებულიყო. ის ტკივილისაგან გმინავდა და ცოლმა შესთავაზე ექიმი გამოეძახებინა და კბილი ამოებო. არა უპასუხა მანდ, მაგრამ კბილი უამოებო, ლიტურგიას ვეღარ ჩაატარებდა იმ დღეს. არა უპასუხა მამა დიმიტრი, თვალ უკანასკნელი ლიტურგია უნდა დავაყენო, მაგრამ ღამით ტკივილი ისე გაძლიერდა, მღვდელმა ვეღარ გაუძლო, ექიმს დაუძახა და კბილი ამოიღო. ამოღების შემდეგ სისხლისძენა დაეწყო, რის გამოც მან გადაწყვიტა უკანასკნელი ლიტურგია არა კვირას, არამედ ორშაბათისთვის გადაეღო. შაბათს ნაშუადღებს გიორგი გარკვეული თანხა მოაბზადა, რომ მე-40 დღეს მღვდლისთვის მიეცა, შუა ღამისას კი ლოცვა დადგა. ღამის სრულმა დუმარებმა კეთილგზავნილი ლოცვითი განწყობა დაბადა მასში. კარგად ხნის ლოცვის შემდეგ გადაყრილი საზღვარზე ჩამოჯდა და დაიწყო ფიქრი თავისი ნეტარსენებული მამის სათნოებებზე, ნიჭებსა და ბრძნულ სწავლა დანიგებებზე. ბოლოს კი ასეთი აზრი მოვიდა, ნამდვილად ეხმარება 40 ლიტურგია მიცვალებული სულს, თუ ამას მხოლოდ იმისთვის გვირჩევს ეკლესია, რომ სოცნება მიიღოს გარკვეული ნუგეში. იმავე წამს გიორგი სულუყვა ძილმა გაიტაცა. ეს რაღაცა ეჭვი შეეყარა, მაინც რომ ეხმარება თუ არა ლიტურგია, თუ ესო ჩვენთვის არის საჭირო, რომ ჩვენ ნუგეში მივიღოთ. ამიტომ ალბათ გადავერთოთ ჩვენი ახლობის დაკარგვა. აი ის აღმოჩნდა უცებ სულუყვა ძილმა გაიტაცა, აი ის აღმოჩნდა უმშვენიერეს ელით აღმოწერილი სილამაზის მარტი ადგილზე. გავს სილამაზე ზედამიწაზე ვერ იხილავს ერთ-ერთი ადამიანი. ჭაბუკით რომ წონა მოიცვა და აღარ ვზრობდა რომ არ იყო ღიცი, მდგარიყო ამ წმინდა სამოთხისებურ ადგილზე და შიშობდა თავის უმურსების გამო აქედან არ გაეძებებინა და ჯოჯოხეთის სულთულში არ ჩაედო. მაგრამ იმ წავსე საპირისპირო აზრებით დაიმშვიდა თავი. რატი ღმერთმა დაუშვა რომ აქ მოუხედრილიყავი, ეს იმას ნიშნავს, რომ ის კიდეც შემიწყალებს და შინანური გზაზე დამაყენებს. მე ხომ ვასწობიერ, რომ ჯერ ბრალ ცოცხალი ვარ და ჯერ კიდევ სკოლაში ვყოფები. ანუ მოხდა მისი სამოთხეში ესე გადაყვანა, მაგრამ ის კარგად ასწობიერებდა იმას, რომ ცოცხალი იყო და ეს მხოლოდ ხილვა იყო. არა ის, რომ ის მასულმა სხეული დატოვა. როგორც კი ამ სამუგეშო აზმა გაუვერვა გიორგი შორეულ სინათლეს მოკრაყვანი. მზესავით კაშკაშებდა, გაიქცა მის შესახვევდა და აქვე ახალი ელით უთქმელი სილამაზის სურათი გადაეშალა. მანიხილა თვალუწვენელი ბაღი, ერთი არა რომ ყვაოდა და გასაოცარ კეთილსურელებას აღკვევდა. ნამდვილად სამოთხეში ვარ გაიფიქრა გიორგი. ოხ რა ნეტარება ელოდება მათ ვით სათნოდ ცხოვრობს ამ ქვეყანაზე. სიხარული გახსავსენ აღთოვანებულმა ამ სოფლიური სილამაზის ჭვრეტი მან დაინახა თვალწარმტაცი სასახლე. ოი რა დიდებული არქიტექტურა გამოისახა მის თვალში. სასახლის კედლები ოქროსა და ბრილიანტზე მეტად ელვარებდა.
ადამიანის ენა ვერ გამოთქვამს ამ სათნოებას. ჭაბუკს მეტად და მეტად იპყრობდა განსხვავება. მიუახლოვდა სასახლეს და ხოლმე ბედნიერება. ხედავს საკუთარ მამას. ერთხელად გაბრწინებულს პირდაპირ სასახლის კარიბჭესთან დგას. როგორ მოხდი აქ შვილო? შვიდად და გულფრინად ეკითხება მამა. მე თვითონაც არ ვიცი მამა, ვზნობ რომ არ ვარ ამ ადგილის ღირსი, მაგრამ მითხარი შენ როგორ მოხდი აქ? ვისია ეს სასახლე? თვის მოწყალები, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შუამდგომლობით, რომელსაც განსაკუთრებული პატივი მივაგებდი, მე ამ ადგილზე ვარ გაწესებული. დღეს უნდა შევსულიყავი ამ სასახლეში. სასახლე აშენებულია. და დღეს უნდა შევსულიყავი ამ სასახლეში, მაგრამ კუროთ მოძღვარი ავადაა. მოდელზეა, მოძღვარზეა. მეორე სერიოზულია, ყოველ დააგენა თბილისის ტიპის გახვევი. ამიტომ კუროთ მოძღვარი ავადაა. დღეს მილი ამოუღეს და ვერ დაამთავრა თავისი 40 წლიანი მშენებლობა. ამიტომაც მხოლოდ ხვალ შევალ სასახლეში. იმავე წამს გიორგის გამოეღვიძა. ხალებიდან გვარას დიოდა ცნემლები. იგი აღმაფრენას განიცდიდა, მაგრამ ამავე დროს გაურკვევლობაშიც იყო. მთელი დარჩენილი ღამე მან ლოცვაში გაატარა. რადგან დაძინება უკვე ვეღარაფრით შეძლო. დილით ლიტურგიას წმინდა ფოტვინეს სახელობის სამიტროპოლიტო ტაძარში დაესწრო. იქიდან სეფისკვერი ნაკურთხი წყალი და სანთლები წამოიღო და წმინდა მოციქულის ტაძარს მიაშურა. ანუ ამ მოზღვის რომ მიეყადა, რომ სეფისკვერი რომ იმას ლიტურგია ჩაეტარებინა. მამა დიმიტრი ამ დროს თავის სენაკში იჯდა სკამზე. იგი სიხარულით გამოეგება ჭაბუკს და რაკი არ უნდა გაენაცნებინა, ანუ მოერიდა მდერსაც ახლა რომ უთხრა ვერ ჩავატარეო, გული ეტკინე ხოდა და უთხრა რომ ამ ჭაბუკს იზადა სიხარული გამოჭაბუკს და რაკი არ უნდა გაენაცნებინა, უთხრა აი მეც ახლა შევმოვედი სენაკში ლიტურგიის შემდეგ. ამ ლიტურგია ჩავატარებია მაგრამ ეუბნება რომ ჩავატარეო რომ გული ატკენოდა ის. დღეს მეორე ლიტურგია დავაყენე. გიორგი მაშინვე თავისი ხილვის შესახებ დაიწყო საუბარი.